ორგანო საუბარი ერთობაზე ვენდო თუ არა აუცილებელია ტელევიზია იგივე ფორმატში გააგრძელებს მაუწყებლობას, ეგ იქნება დამღობელი. ანუ არ მჭირდება მე როგორც მოქალაქეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც უნდა გააკეთოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ გარანტიაში გულისხმობს იმას, რომ იქნება ზეწოლებისაგან თავისუფალი, იქნება დამოუკიდებელი და ეს იქნება ჩემთვის იმის გარანტია, რომ ეს ტელევიზია იარსებებს და იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. და მეორე საკითხი, რომელიც მინდა აღვნიშნო, დღეს საუბრობს ხელისუფლება რომ ფორს-მაჟორში ვიმყოფებით. მე მგონი თუ გამარჯვებისკენ იბრძოდნენ, თავის დროზე უნდა ქონოდათ ინიციატივები და თავისი შეხედულები მომზადებული და არ იქნებოდა ფორს-მაჟორი. თუ ჩვენ თავისუფალი კონკურსი გამოვაცხადეთ, მაშინ ნებისმიერ მსურველს და უკვე ერთი პოლიტიკური, ანუ და იქ არჩევის პროცესი თუ ჩაიდო, რომ სიითი უმრავლესობი გადაწყვეტენ, მაშინ გამოდის, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი გახდება, ვინ მოხდება ბორდის შემადგენლობაში. ანუ უკვე ჩვენთვის შეიძლება ეს პრობლემა გახდეს, რაც მაძლევს იმის საფუძველს, რომ განვაცხადო, რომ შესაძლებელია ადამიანები შერჩეული იქნენ პოლიტიკური შეხედულების და სიმპათიების მიხედვით და არა თავისი პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობის და შეხედულების მიხედვით. და მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბორდის წევრებს თუ უნდა ბორდობა, მაშინ ისიც განაცხადონ, რომ არ უნდა თამაში ხელფასის აღება და საზოგადოების საწყისებში მიიღონ მონაწილეობა. თვითონ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დისკუსია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუნდაც იმისთვის, რომ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგება ჩვენს წინაშე, ბუნებრივია, მათ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიგულისხმოთ აფხაზებს, შეიძლება ქონდეთ პრეტენზია, რომ მათ ჭირდებათ საკუთარი ტელევიზია, მათ ჭირდებათ მეტი დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში ბუნებრივია შორეული პერსპექტივა, მაგრამ ამ ეტაპზე ის დისკუსია, რომელიც დღეს გაიმართა, ჩემი აზრით არის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო. დებატები ყველა საკითხარო საჭირო, ამაზე აქსიომების საუბარი ცოტა რთულია. ვამბობთ, რომ აუცილებელია საუბარი, ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უშუალოდ ამ პრობლემას. დიდ დრო დარჩენილი არ გვაქვს, 2 თვეა დარჩენილი, ახალი ბიუჯეტის მიღებამდე თქვათ, როდის მივიღებთ იმის მიხედვით, მაგრამ ახალი წელთან დაკავშირებით და ამიტომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით, ისე რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე, უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით. რთულია მესმის, მაგრამ არც ისე რთულია, თუ კი საერთოდ ახლადარ იქნება დაინტერესებული პირების. და საზოგადოებასაც თუ შევთავაზებთ იმას და აუხსნით თუ რა გვინდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია პრინციპში და აქ ვინც ვარ შესაძლებელები, რომ ეს უნდა იყოს რეგიონული მაუწყებელი, რა ფორმით დავიწყოთ, რომ სტატუსი, ანუ კანონთან შესაბამისობაში აჭარის ტელევიზია შესაბამისობაში მივიდეთ. ნუ ამაზე ვიფიქროთ და ვფიქრობ, რომ მოკლეს ხანში, ამ კვირის ბოლომდე უკვე იქნება გაცხადებული თუ რა ფორმით მივდივართ.